ამ წუთებში აჭარის მთავრობის ხდომა იწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვrთავთ. მოგესალმებით, პირველეს ყოვლისა მინდა შევაჯამოთ მიმდინარე თვე. ნამდვილად გამარჯვების თვე იყო და მეთანხმებით არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. პირველ რიგში მინდა მივმართო მუნიციპალიტეტების მერებს, რომლებიც ესწრებით ხდომას ახლა გილოცავთ უფლებამოსილების განხორციელების დაწყებას, გისურვებთ წარმატებულ ნაყოფიერ საქმიანობას მუნიციპალიტეტების განვითარების საქმეში. ნამდვილად მნიშვნელოვანია ეს თვე მთელი ქვეყნისთვის და მეთანხმებით ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა გახლავთ სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის მომდევნო 4 თვის განმავლობაში საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობით ეფექტიანი საქმიანობა და წარმატებული შედეგები თქვენი, სწორედ ეს იყო ჩვენი გასული თვის მუშაობის სტიმული და мотивация. მომდევნო კვირაში აუცილებლად გვექნება საქმიანი შეხვედრები მუნიციპალიტეტებში. გავეცნობით და დეტალურად გავივლით მიმდინარე თუ დაგეგმილ მომავალ პროექტებს და ასევე არსებულ გამოწვევების, გამკლავების და დაძლევის გზებს ერთად მოვძებნით. აღსანიშნავია, რომ დავასრულეთ 2026 წლის ბიუჯეტის გეგმაზე მუშაობა. გვექნება უპრეცედენტოდ მაღალი ბიუჯეტი 2026 წელს. გადააჭარბა მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა მომავალი წლის ჩვენი შემოსავლების პროგნოზი 800 მილიონიან ლარს შეადგენს მასშტაბი. რა თქმა უნდა, ფინანსური დოკუმენტის ასეთი მაჩვენებელი ნიშნავს რეგიონალური ეკონომიკის მდგრად ეფექტურ სტაბილური განვითარება გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონში ბიზნეს საქმიანობა და შესაბამისად დასაქმების დინამიკა არის მზარდი. მილიარდიანი მასშტაბის ბიუჯეტი ნიშნავს უპირველეს ყოვლისა ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის მეტშესაძლებლობების საფუძველს. მეტი ბიუჯეტი რა თქმა უნდა ნიშნავს მეტი პროგრამების გაჩენას, როგორც სოციალური ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. უნდა შევეხო კიდე დეტალურად აუცილებლად სოფლის მეურნეობას, მნიშვნელოვანი სეზონი გვაქვს რეგიონში, გულისხმობ ციტრუსის მოსავალს, რაც ჩვენი რეგიონალური ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი საყრდენი, ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები. გასულ წელთან შედარებით 30%-ით მეტ ციტრუსის მოსავალს ველოდებით, 60,000 ტონა, კი ბატონო. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გავხსენით საკოორდინაციო შტაბი, რომელიც ხელშეუწყობს ციტრუსის რეალიზაციას და ზოგადად ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებას რეგიონში. და აუცილებლად დარწმუნებული ვარ, შტაბის ფუნქციონირება მომდევნო 3 თვის განმავლობაში იქნება ეფექტური და წარმატებული. აუცილებლად ვიქნებით მუდმივ კოორდინაციაში. მინდა აუცილებლად ჩვენ წარმატებას შევეხო სოფლიო ტურიზმის დაჯილდოვებაზე, მოგეხსენებათ გასულ კვირას აჭარა ევროპის 4 სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. ეს აღიარება აუცილებლად ჩვენს რეგიონს სოფლიო ტურისტულ რუქაზე კიდევ უფრო მკვეთრად გამოხატავს და აუცილებლად გავაგრძელებთ ტურიზმის განვითარებას და ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. როგორც ყოველთვის ეს კვლავ მთავარ პრიორიტეტად დარჩება ჩვენი გუნდის. რათა მაქსიმალურად ავიცვისოთ და წარმოვაჩინოთ ჩვენი რეგიონის შესაძლებლობები. კიდევ აუცილებლად საგანმანათლებლო მიმართულებით წარმატებას მინდა შევეხო. ასევე გასულ კვირას ქონდა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოებაზე 10 დაჯილდოებულთაგან 2 იყო სწორედ ჩვენი რეგიონის წარმომადგენლები და კიდევ ერთხელ ულოცავ მათ ამ წარმატებას. მოგეხსენებათ პედაგოგებს უმნიშვნელოვანესი მისია აკისრიათ, აღზარდო განათლებული პატრიოტი, ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული თაობა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალს ჩვენს საგანმანათლებლო სფეროს ექნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი. და დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი რაგბის მორაგბეების ეროვნულ ნაკრებს 2 მატჩი დაგეგმილი აქვს სწორედ ქალაქ ბათუმში, შეერთებული შტატებისა და კანადის გუნდებს
ჩვენი ნაკრები უმასპინძლებს ბათუმში და მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ ჩამობრძანდეთ ბათუმში და გულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს, ჩვენს ბიჭებს ერთად. უსურვოთ წარმატებები, ამითი მე დავასრულებ და მინდა გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე. მადლობა.